არ შეიძლება ადამიანებს აჭამო ეროვნულობით გაჯერებული ტყუილი უბრალოდ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ეროვნულები, მე არ ვარ ეროვნული, ამას მე ვერავინ მასწავლის. სოხუმელი კაცი ვარ, მე იმაში გავიზარდე, რომ სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი დაცვის ფილოსოფიაში გამზარდა მამა ცხონებულმა მამაჩემმა და ჩემმა ბიძაჩემმა, რომელიც სოხუმში დაიბადა. ჩვენ ვიბრძვით, ძალიან ბევრ ძალიან მაგარ რამეს ვხედავთ, მაგრამ მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან, მეოთხე მხრიდან ვხედავ გულგაციებულ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა შელესილი სიმართლით მიდიან წინ და ამას ეუბნებიან, რომ აი უნდა გავიტანოთ. ყველაზე მეტად რისიც მე მეშინია არის ეგ. სახი აზრის და ადამიანობის დაკარგვის და მე უსურვებ წელს საქართველოს საზოგადოებას, რომ უფრო მეტად დაფიქრდნენ, უფრო მეტად განმარტოვდნენ ცოტა ხნით, რომ მიხვდნენ რა ხდება რეალურად. დღეს ხდება ტოტალიტარულად ყველაფრის გაფორმება ერთ ადამიანზე და ამ ერთ ადამიანს ნუ დაუთმობთ რა ყველაფერს რა. ნუ შეგვეშინდება რა, ნუ შეგვეშინდება. ეს მე რომ ვამბობ, მაგიტომ ყვირიან, თორე აბა ეხლა